საღამო მშვიდობისა. ეთერშია პროგრამა ინფორმატორისა და ლაილაის ბოლო გამოშვება 4 აპრილის საღამოს ეთერში. ნახევარი საათის განმავლობაში ერთად გავიგებთ რა მოხდა ახალი და საინტერესო დღეს მსოფლიოს და მათ შორის ქართულ შოუ-ბიზნესში. ჯგუფმა ძებნილი ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელსაც ასე ქვია ავიარე ჩავიარე. ამ სიმღერაზე ვიდეო კლიპის გადაღება 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისსა და ქუთაისში. კლიპის პრემიერა სულ მალე შედგება ჩვენს ეთერში. ახალ სიმღერას ქვია ავიარე ჩავიარე. კლიპი გადავიღეთ ქუთაისში, მეგობრებმა გამიგეთენ, რა ვიცი, ახლა თუ საჭიროებას მოითხოვს დავაკონკრეტებ, მაგრამ ისე ვამბობ, რომ მეგობრებმა გამიგეთის რა. ნახევარი გადავიღეთ თბილისში. ნახევარი გადავიღეთ ქუთაისში და აქედან გამომდინარე სიმღერასაც დავარქვით ავიარე ჩავიარე. ნუ ძალიან ბევრი ვიარეთ რა ერთი სიტყვით. 20 დღეში მოვჭით რა. იმედია ეს კლიპიც სიმღერაც საკმაოდ პოპულარული იქნება, იმიტომ რომ მე მგონი აი ამ მეორე კლიპში უფრო ჩანს მუშაობა, უფრო ნამუშევარია და რა ვიცი, ხალხმა დააფასოს. ახალი კლიპი უფრო შედარებით რა გვიადვილდა იმით, რომ უფრო მე საკეთებ უფრო იხვეწები რა. აქედან გამომდინარე კურიოზულიც იყო. წიგნის სახლ პარნაში 2 მწერლის წიგნების, საკმაოდ ცნობილი ზაალ სამადაშვილის ბოშებისა და დებიუტანტი ავტორის სოფიო კირვალიძის ბერიკაობის პრეზენტაცია მოეწყო. ბოშები აერთიანებს ზაალ სამადაშვილის ბოლო ნახევარი წლის საუკეთესო მოთხრობებსა და ჩანაწერებს, რომლებშიც მწერალი მკითხველს უზიარებს თავის აზრს ლიტერატურისა და არა მარტო ლიტერატურის შესახებ. რაც შეეხება ხა ამ წიგნს, ეს არის მის ჩვეულ სტილში, ასე ვთქვათ, ხმაშინაარსობრივად. ბევრი განცდით და ტკივილი დაწერილი წიგნი, რომელიც პრინციპში არ არის გათვლილი ესეთი მასიური კითხვაზე, საერთოდ არ შეიძლება რომ ამაზე გათვალოს საერთოდ წიგნი, ეს არის მისი განცდების და ის ნოველების, ასე ვთქვათ, კრებული. ბერიკაობა გახლავთ ბოლო ყველაზე შთამბეჭდავი დებიუტი წლების განმავლობაში. ახალგაზრდა მწერალი ქალი, რომელიც სოფიო კირვალიძის ფსევდონიმს ამოეფარა, საოცარი ოსტატობით მოგვითხრობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, ძალიან საინტერესო ამბებს. სოფიო კირვალიძის არსებობა არის სრულიად შემთხვევითი და თეორიულად შემეძლო ძალიან მარტივად, რომ სოფიო კირვალიძე აღარ ყოფილიყო ამ კრებულის ავტორი, არამედ ყოფილიყავი მე, ანა კორძაია-სამადაშვილი, მაგრამ შემეცოდა. იმიტომ რომ პირველი წარმატება სოფიო კირვალიძისა იყო. ექსპერიმენტის მსგავსი რამაა, როდესაც არ მინდოდა რომ ჩემივე სახელით ჩემსავე გაზეთში ყოფილიყო, ჩემსავე ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გაზეთში, რომელშიც მე მუშაობ, ყოფილიყო მოთხრობები. სრულიად სხვა ხასიათისა, არა ისეთი, როგორცაც სტატიებს ვწერ. და ამის გამო გადავწყვეტე რომ ყოფილიყო ფსევდონიმი. ფსევდონიმი შედგება 2 ჩემი მეგობრის სახელისა და გვარისაგან, სოფიო მაჭავარიანის და გილა კირვალიძის ნაერთია. უბრალოდ სურათი მაქვს. მათი ერთობლივად გადაღებული, ორივე გაქრავ უმისამართოდ, უცხო მხარეში არიან, არა, კარგად არიან უბრალოდ. უცხო მხარეში გადავწყვეტე რომ რაღაცნაირად უკვდავ მეყო ის ფოტოსურათი, რომელიც არის იქ უკვდავ მეყო კლავ თავხედური ნათქვამი გამომივიდა, მაგრამ სოფიო ასე იოლად ვერ დავთ. რაც შეეხება სოფოს კრებულს, ანუ ანა კორძაია-სამადაშვილი, ჩემო მეგობრებმა დამღალეს სხვათა შორის თავიანთი ფსევდონიმებით. ხო და ის ძალიან კარგი კრებულია. მე მკითხველს ვურჩევ, რომ ეს წიგნი აუცილებლად იყიდოს, იმიტომ რომ როგორც იყიდეს ამ წიგნს და რა გადაშლის შეეხება ადამიანს. ეს ძალიან ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი გახლავთ, რასაც მე ახლა მოვახსენეთ და ძალიან საინტერესოა, მართლა კარგია. პროექტში მე და გარემო, რომელიც როგორც სახელწოდებიდან ხვდებით ეკოლოგიას ეხება, მონაწილეობას იღებენ ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. მათი მიზანია მოუწოდონ ბავშვებს გარემოს დაცვა. სწორედ ამ მიზნით უცნობი იგივე გიორგი გაჩეჩილაძე 112 საშუალო სკოლას ესტუმრა და გაკვეთილიც ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, უცნობმა ბავშვების წინაშე სცენაზე გასვლაზე მეტად ინერვიულა, თუმცა რა თქმა უნდა არც არაფერი შეუმჩნევია. ეკოლოგიურ პროექტში მის გარდა მონაწილეობენ მალხაზ ქრივიშვილი, დუტა, ბავშვებისთვის საყვარელი სხვა ადამიანები და სხვათა შორის მეც მომიწევს მსგავსი გაკვეთილის ჩატარება ამავე მიზნით. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი. ხო, სახეთ, ესე შემოატრიალე. რომ მე მოგმართოთ, რა რომ გაგიჩნდა, კარგი?
და რა მინდა რომ გითხრათ და რითი მინდა დავიწყოთ. საქართველოში, ამ პატარა ქვეყანაში, ამ პატარა ქალაქში, რომელსაც თბილისი ქვია, ცხოვრობთ ადამიანები, ბავშვები, დიდები, მოხუცები და ყველა ეს არის ჩემი აზრით, ეს არის ერთი დიდი ოჯახი. თუ ამ ოჯახში იქნება დაუშვათ ისეთი სიტუაცია, რომ აი როგორც სახლში მიდიხართ დაუშვათ გაკვეთილების შემდეგ და დედა ხვდებათ სახლში, მამა ხვდებათ, სისუფთავე ხვდებათ, სუფთა სამზარეულო ხვდებათ. არანაირი ლოგიკაში არ ჯდება ეს, იმიტომ რომ რატო თუ სამასწავლებლოს უნდა ქონდეს სუფთა ტუალეტი საფიფარეშო, რატომ არ უნდა ქონდეს ეს ბავშვებს? და რატომ უნდა იყოს ესეთი მომენტი, რომ ბავშვი დაავადდეს იმის გულისთვის, რომ სკოლაში ვერ შევიდეს საფიფარეშოში. ხა რა კრუსი ბინძური ხვდება? აი ეს გულზე არ ხვდება და არ განიცდი შენ ამ ამბავს? ორგანიზმი. მე გიფიქრია მაგაზე, რომ როდესმე დაუშვათ ყოფილიყო ისეთი მომენტი, რომ გეთქვავ შენ ბავშვებისთვის, რომ მოდი და ერთად რაღაცნაირად ან შაბათს, ან კვირას, აი ჩვენ დროს იყო ხოლმე ესეთი შაბათობები, რომ ბავშვები აწყობდნენ, თავისთვის ალაგებდნენ კლასებს, თავისთვის ალაგებდნენ თავიანთ კუთხეს. ეხლა ესეთი მომენტი მე მგონი აღარ არის ხო სკოლაში, რომ ფეხებზეც კიდია, დაყრიან თუ არ დაყრიან და ეს რას გავს ეხლა და რას ემსგავსება ჩვენი ქალაქი ნელ-ნელა აგებ ფაქტი სახეზეა. ყველამ ჩვენ თავში უნდა გავითავისოთ ის, რომ არ შეიძლება საღეჭი რეზინის და არანაირი ნაყინის ქაღალდი იქნება თუ სხვა რაღაცა გადაგდება ქუჩაში. უნდა მიხვიდეთ ნაგვის ურნას და ჩააგდოთ. კი გეთანხმებით, რომ დღეს ნაგვის ურნების გაჭირვებაც არის თბილისში და ყოველ ფეხის ნაბიჯი არ შეიძლება რომ ეს შეგვდეს და რაღაცა, მაგრამ მაშინ ჯიბეში უნდა ჩაიდო დროები და როცა შეგვდება, მაშინ გადააგდო. სამი მიმართულება აქვს, სამი ეტაპია. ეს არის ვიდეო კლიპი სემინარების სკოლებში, რომელიც ესე ფონად გასდევს მთელ ამ პროექტს და ბოლოს კლიპის ვირტუალური გადასვლა ქუჩებში, რამაც უნდა ხალხი მოიცავს. ძალიან მინერვიული რა, აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის, პედაგოგობა, მასწავლებლობა და მართლა ძალიან მინერვიულია, იმიტომ რომ ეს არ მინერვიულია, შეიძლება აი პრემიერაზე სპექტაკლის წინ რა, იმიტომ რომ ბავშვები და რაღაც პედაგოგობა, მასწავლებლობა ძალიან რთული რაღაცა ყოფილა, თუ მართლა ამას გულით შეიგზავნა და მართლა გინდა რომ ბავშვებს რაღაც შენი მიაწოდო ის, რაზეც შენ გიფიქრია და რაც შენ გაწუხებს, ასე რომ მე თვითონ შინაგანად ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი რაღაც მოხდა და ალბათ გაგრძელდება ეს რაღაცეები, იმიტომ რომ ბავშვებთან ურთიერთობა და ბავშვებთან კონტაქტი აბსოლუტურად სხვა რაღაც ყოფილა თუ. როგორც ინფორმატორისთვის გახდა ცნობილი, 3 აპრილს თბილისში საიდუმლო ვიზიტით უნდა ჩამოსულიყო ცნობილი ბლუზმენი ბიბი კინგი. თუმცა რატომღაც მისი ვიზიტის გეზი შეიცვალა და ის ერევანში გაემგზავრა ერთი დღით, სადაც კონცერტიც გამართა. როგორც ჩანს, ბიბი კინგის გეგმაში საერთოდ არ შედიოდა ამიერკავკასიაში მოგზაურობა. უახლოეს მომავალში ის ერაღში გაემგზავრება, სადაც სავარაუდოდ ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება და შეიძლება იმღეროს კიდეც. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. შეგახსენებთ, რომ ბიბი კინგი პოპულარული გახდა 50-იან წლებში შესრულებული Memphis Slim-ის სიმღერით Every Day I Have the Blues. ბოლოს ბიბი კინგი საქართველოში 1979 წელს იყო ჯაზ ფესტივალზე.